ასევე არის ბატონი მერაბ კოსტავას დაბადების დღე და ძალიან ემოციური, მისი ემოციური გამოსვლა უნდა ვნახოს ახლა ჩვენმა მაყურებელმა და ბუნებრივია მე განვაგრძობთ საუბარს. საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები და ეს წამი არის ერთ-ერთი უდიდებულესი. როდესაც ამ 70 წლის მანძილზე ამ ტანჯვასა და ვაებაში, ამ სისხლისღვრაში პირველად ასა შეკრული, ასა მთლიანი წარმოდგა ქართველი ღვთის წინაშე. ამაგნით და გაძლიერდეთ სულიერად, რამე თუ ჩვენთანაც ღმერთი. ღირსება, პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული. ეს ის ფუნდამენტალური ღირებულებებია, რომელსაც მერაბ კოსტავა არასდროს ღალატობდა. სიმბოლურია ისიც, რომ საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნული გმირი, დისიდენტი და უფლებადამცველი მუსიკათმცოდნე პოეტი მერაბ კოსტავა 1939 წლის აი ამ დღეს 26 მაისს დაიბადა და მთელი ცხოვრება საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების იდეას ემსახურებოდა. ის ზვიად გამსახურდიასთან ერთად ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი იყო. საბჭოთა რეჟიმის დროს, როცა სიმართლის თქმა ბევრს აშინებდა, მერაბ კოსტავა იმ ადამიანებს შორის იყო, ვინც ხმამაღლა ამტკიცებდა საქართველოს თავისუფალი უნდა იყოს და სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ეროვნული თვითმყოფადობა. გარდა ამისა, ის იცავდა ადამიანის უფლებებს. მერაბ კოსტავა იყო ერთ-ერთი ლიდერი საქართველოს ჰელსინკის ჯგუფში, რომელიც საბჭოთა რეჟიმის მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევებს აფიქსირებდა და საერთაშორისო ორგანიზაციებს აწვდიდა ინფორმაციას. ამით საქართველო პირველად მოხვდა საერთაშორისო ყურადღების ცენტრში, როგორც ქვეყანა, სადაც თავისუფლებისთვის ბრძოლა მიმდინარეობდა. 1980-იან წლებში კოსტავა და მისი თანამოაზრეები აწყობდნენ აქციებს, მიტინგებს და ხალხში ეროვნული თვითშეგნების გაძლიერებას ცდილობდნენ. ამის გამო არაერთხელ დააპატიმრეს და გადაასახლეს, მაგრამ საკუთარ პრინციპებს არასდროს ღალატობდა. ერთ-ერთ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ დაბრუნებისთანავე ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობაში ჩაება, ის ზვიად გამსახურდიასთან ერთად სათავეში ედგა ყველა საპროტესტო აქციას, გაფიცვებს, თბილისში გამართულ მრავალათასიან მიტინგებსა და დემონსტრაციებს. 1989 წლის 9 აპრილს დააპატიმრეს, მაგრამ საზოგადოების პროტესტის გამო 40 დღის შემდეგ გაათავისუფლეს. 1989 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისიდან თბილისში მომავალი მერაბ კოსტავა სოფელ ბორითთან ტრაგიკულად ავტოკატასტროფაში დაიღუპა. იმ დღეს თბილისის ქუჩებმა ლამის მთელი საქართველო დაიტია. ყველამ გულწრფელად დაიტირა სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული მამულიშვილი. სიონის საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს და მთაწმინდაზე მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. მართლაც საოცარი გმირი რაღაც ისეთი გადამდების სულისკვეთების, რომელმაც მე მთელი საქართველო მიიყვანა მისი სამწუხარო ამბის გამო მოიყვანა დედაქალაქში და რა სიმბოლურია, რომ 26 მაისი არის მისი დაბადების დღე, რისთვისაც ის სულ იბრძოდა, სწორედ მის დაბადებას რაღაცნაირად დაუკავშირდა ჩვენი დამოუკიდებლობის დღე. და ამ დღის აღნიშვნა.